მოგესალმებით, მე ვარ მანანა მახარაძე, ღუდუშაურის კლინიკის მიანგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, SDASUS ასოცირებული პროფესორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორსულთა პატრონაჟის შესახებ, ანუ ანტენატალური მეთვალყურეობის შესახებ და ეს არის პერიოდი დაორსულებიდან მშობიარობამდე. ხშირად ორსულები მეკითხებიან, ციკლი გადამიცდა, ტესტი დადებითია, როდის მოვიდეთ პირველ კონსულტაციაზე და როდის ჩავიტანოთ ულტრაბგერითი კვლევა. მოდით განსაზღვროთ, როგორ ითვლება ორსულობის ვადა. ორსულობის ვადა აითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან და ის ჩვეულებრივ გრძელდება 280 დღე ან 40 სამიანო კვირა. პირველი ვიზიტი ექიმთან რეკომენდირებულია განახორციელოთ 6 კვირიდან აუცილებლად 12 კვირის ვადამდე, რათა მოხდეს თქვენი რეგისტრირება ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის უფასო პროგრამაში. თქვენი პირველი შეხვედრა მიანგინეკოლოგთან მოიცავს თქვენს გაცნობას, თქვენი ანამნეზის გამოკითხვას, თქვენი სხეულის მასის ინდექსის დადგენას. მიანგინეკოლოგი შეგირჩევთ რეკომენდირებულ კვების რაციონს და გეტყვით წონის მატებარის დასაშვები თქვენთვის. მოდით დავიწყოთ პირველი უფასო ანტენატალური ვიზიტით. პირველი ვიზიტი ხორციელდება ორსულობის 12-დან 13 კვირამდე და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ტარდება ბევრი ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ანემიის სკრინინგი, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგია და აუცილებლად ულტრაბგერითი კვლევა, სადაც განისაზღვრება ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე, რომელიც წარმოადგენს სკრინინგს გენეტიკური პათოლოგიებისთვის. მეორე უფასო ვიზიტი ეს არის 18-დან 21 კვირაზე, შემდეგ მნიშვნელოვანი არის 26 კვირაზე მესამე ვიზიტი, რა დროსაც გესტაციური დიაბეტის სკრინინგი ხდება, შემდეგ არის შემდეგი ვიზიტი მოდის 30-დან 31 კვირამდე, 34-დან 35 კვირამდე. ხაზი უნდა გაუსვა მე-6 უფასო ვიზიტს, რომლის დროსაც ტარდება აუცილებლად ულტრაბგერითი კვლევა, განისაზღვრება ნაყოფის წონა, ნაყოფის მდებარეობა, წინდებარე ნაწილი, პლაცენტის მდგომარეობა, სანაყოფე სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ. ასევე კეთდება ნაცხის ანალიზი ბეჭდების სტრეპტოკოკზე, რომელიც აუცილებლად მნიშვნელოვანი არის მშობიარობის პროცესის წარმართვის დროს. შემდეგი ვიზიტი არის უკვე 38 კვირაზე და ბოლო მერვე ვიზიტი ტარდება 40 კვირაზე, სადაც უკვე თქვენი მიანგინეკოლოგი შეაფასებს თქვენ მდგომარეობას, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას და უკვე დაგიგეგმავთ მშობიარობას. ეს ყველაფერი ეხება იმ შემთხვევას, თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და თქვენ რაიმე სხვა თანხლები დაავადებები არ გაქვთ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის ეს არის განმეორებითი ორსულობა და წინა ორსულობები დასრულდა არაკეთილსაიმედო გამოსავლით, მაგალითად, გქონდათ 2-ზე ან 2-ჯერ ან მეტჯერ სპონტანური აბორტი, შეწყვეტილი ორსულობა, ნაადრევი მშობიარობა, ან დროული მშობიარობა და თქვენი ნაყოფის მასა იყო 2 კილოზე ნაკლები ან 4 კილოზე მეტი. გარდა ამისა, თქვენი ორსულობა გართულდა ისეთი დაავადებებით, როგორც არის პრეეკლამსია, გესტაციური დიაბეტი, ან სხვა რაიმე გართულება, რომელიც ორსულობის პერიოდში ხდება, ასეთ შემთხვევაში თქვენი მიანგინეკოლოგი დაგიგეგმავთ დამატებით კვლევებს, ისეთ როგორც მაგალითად კვლევები თანდაყოლილ და შეძენილ თრომბოფილიებზე, ასევე შეიძლება შესაძლო გახდეს სხვა დამატებით სპეციალისტების ჩართულობა, მაგალითად ნეფროლოგის, ან ჰემატოლოგის, ან ანგიოლოგის, ან სტომატოლოგის. ეს ყველაფერი ეხება ორსულობის მიმდინარეობას და იმ კვლევებს, რა კვლევები არის რეკომენდირებული ორსულობის პერიოდში. ხშირად გვეკითხებიან ასევე ორსულები, რომ აი ორსულთა პირღებინების შესახებ, ორსულთა ტოქსიკოზი მაქვს, რა გავაკეთოთ. ზოგადად ორსულთა ტოქსიკოზი სპონტანურად მთავრდება 16-დან 20 კვირის ვადამდე და ის განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ თუ ეს შემაწუხებელია და გაძნელებულია კვების მიღება, საკვების მიღება ან სითხის მიღება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენმა მიანგინეკოლოგმა დაგინიშნოთ კოჭა ან გვირილას ნაყენი ან სხვა პრეპარატები, მაგალითად ბეჭდების ვიტამინები, ანტიჰისტამინები და ასე შემდეგ.
ბოლოს განმარტავ, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა, ორსულობა არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვები არ წარმოადგენს აუცილებლობას ორსულობის ფიზიოლოგიურად მიმდინარეობის პერიოდში. შეგიძლიათ ისე ირნოცობ და ჰაერზე, მიიღოთ თქვენთვის საყვარელი პროდუქტები, იმოგზაუროთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ელასტიური კომპრესიის თანხლებით და დატკბეთ ცხოვრებით და ისიამოვნოთ იმ პერიოდით, როდესაც თქვენს სხეულში ცემს ორი გული. მინდა დავამატო აუცილებლად, რომ 2023 წლის 14 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით მშობიარობა და საკეისრო კვეთა საქართველოში ყველა საქართველოს მოქალაქესთვის, რომელიც სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, არის უფასო. ყველას გისურვებთ მშვიდობიან მშობიარობას, მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას.